და კიდევ ერთი წინასაარჩევნო თემა, რომელიც ბოლო პერიოდში პოლიტიკური ბრალდებების მიზეზი გახდა. საარჩევნო სუბიექტის რამდენიმე წევრის მიერ კანდიდატურების მოხსნის შემთხვევაში პარტიული სია ამა თუ იმ ოლქში აღარ გაუქმდება. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ მიიღო. ამით საარჩევნო ადმინისტრაციაში კახი კალაძის ინიციატივა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. უფრო კონკრეტულად, რას ითვალისწინებს ცვლილება და რას ფიქრობენ არასამთავრობოები, თამარ ბუბაშვილი გიამბობთ. პარტიის წევრების მხრიდან არჩევნებში მონაწილეობაზე უარის თქმის შემთხვევაში პროპორციული სიები აღარ გაუქმდება. ცესკომ გადაწყვეტილება დღევანდელ სხდომაზე მიიღო. კომისიის დადგენილებით კონკრეტულ ოლქებში პირების მიერ კანდიდატურების მოხსნის მიუხედავად პარტიები არჩევნებში მონაწილეობას მაინც მიიღებენ. თუ კი კონკრეტული კანდიდატები საკუთარი განცხადების საფუძველზე მოხსნიან კანდიდატურას, ეს არ გამოიწვევს ამ კანდიდატის იმ სიაში ყოფნა, სადაც ის ბრძანდებოდა იმ კონკრეტული საარჩევნო მარათონიდან მოხსნას. ცესკომ საკუთარი გადაწყვეტილებით რეაგირება ქართული ოცნების ინიციატივაზე მოახდინა. კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანია-გუშინ ამბობდა, რომ ნორმის ცვლილება ან ამოღება პარლამენტის კომპეტენციაა. მიუხედავად ამისა, ცესკომ დღის ბოლოს კახი კალაძეს საკუთარი გადაწყვეტილებით უპასუხა. კოალიციის ამოცანა და პასუხისმგებლობა არჩევნების მაღალ დონეზე ჩატარება და საერთაშორისო საზოგადოების მიერ მისი სათანადო აღიარება. სწორედ ამის გამო ქართული ოცნება მიმართავს ცესკოს. გამოვიდნენ იმ მოქმედი ნორმის შეცვლის ინიციატივით, რომელიც პარტიული სიის ნაწილის მიერ არჩევნებში მონაწილეობაზე უარის თქმის შემთხვევაში საარჩევნო პროცესიდან მთელი სიით მოხსნას ითვალისწინებს. ცესკოს გადაწყვეტილებას დადებითად აფასებენ ნაციონალურ მოძრაობასა და ქართულ ოცნებაში. უმცირესობა ამბობს, რომ ცვლილების მიუხედავად ხელისუფლებამ პარტიის წევრების მიერ სიების დატოვების მიზეზები უნდა გამოიძიოს. თუ არ მოხდება პასუხისმგებლობა საკითხის დაყენება იმ პირებზე, რომელიც კონკრეტულად ზეწოლას ახორციელებდნენ, ეს ინციდენტი ამოწურულად ვერ ჩაითვალა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ ერთხმად მიღებული გადაწყვეტილებას მიესალმება ბლოკი ქართული ოცნება. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იმ თვალსაზრისით, რომ საარჩევნო გარემოს სრულყოფილად და თავისუფალ გარემოში ჩატარების შესაძლებლობას იძლევა. თანაგუნდელების მიერ პარტიული სიების დატოვების შესახებ ნაციონალური მოძრაობა გასულ კვირას საუბრობდა. მიზეზად კი შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მხრიდან ზეწოლას ასახელებდა. ძალოვან უწყებას იგივე ბრალდება ნინო ბურჯანაძემაც წაუყენა. საჭირო იყო, რომ ამ საკითხს ეფიქრათ მანამ, სანამ მსგავს მოქმედებებს ადგილი ექნებოდა ნინოწმინდაში და დმანისის რაიონში, როდესაც ჩვენი სიის განულების მცდელობა ჰქონდათ იმ ადამიანებს, რომლებიც იყვნენ ნაციონალური მოძრაობის აქტივისტები, ლიდერები, შეიძლება ითქვას და პორტირებულნი არიან დღეს ქართულ ოცნებაში და ეთყობა პატაკი უნდა ჩააბარონ ბატონ ბიძინა ივანიშვილს, რომ მათი პორტირება, ასე ვთქვათ, მიზანშეწონილი აქტი არის პოლიტიკური. ინიციატივაზე საუბარი დაგვიანებულად მიაჩნიათ სამართლიან არჩევნებში და ამბობენ, რომ ადრესატი პარლამენტი უნდა იყოს. ნინო ლომჯარიას თქმით, პრობლემა არა კანონი, არამედ საარჩევნო გარემოა. უმჯობესი იქნებოდა, რომ მართლ ძალას გაეკეთებინა მიმართვა სამართალდამცავი ორგანოებისთვის და ნაცვლად იმისა, რომ ეთქვათ, რომ არანაირი ზეწოლას არ აქვს ადგილი, მოეწოდებინათ სამართალდამცავი ორგანოებისთვის, რომ შეესწავლათ და გამოეძიებინათ ის ფაქტები, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ და წარმოედგინათ დასაბუთებული არგუმენტაცია და მტკიცებულები იმისა, რომ ნამდვილად არ ხდება მსგავსი ტიპის ზეწოლა. ზეწოლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე უკვე იმსჯელა უწყებათა შორისმა კომისიამ. თია წულუკიანი ამბობს, რომ განხილული განცხადებების შესახებ პასუხს პროკურატურისგან მომდევნო სხდომაზე ელოდებიან. მომავალ სხდომაზე უწყებათა შორისი კომისიის, რომელიც პარასკევს პირველ საათზე გაიმართება, მე ველოდები პასუხებს იმასთან დაკავშირებით, თუ რა გამოიკვეთება, რომ იყო ნამდვილად რაღაც ტიპის ზეწოლა, რა თქმა უნდა, თუ ეს დადგინდა, ავტორები უნდა მკაცრად დაისაჯონ. თუ გამოიკვეთება, რომ ეს ასე არ იყო, პასუხი უნდა იყოს დამაჯერებელი. პროკურატურაში კი ამბობენ, რომ საკითხის სწავლობენ და სათანადო რეაგირებას მოახდენენ. უწყების ინფორმაციით ამ ეტაპზე საჩივარ განცხადებებში მითითებული ინფორმაციის გადამოწმება მიმდინარეობს. გამოძიება კი ყველა იმ საკითხზე დაიწყება, რომლის შესწავლის შემდეგაც დანაშაული გამოვლინდება.